ევროკავშირი ამერიკას საპასუხო სატარიფო პოლიტიკით უპასუხებს ევროკომისიის შესაბამის წინადადებას ევროპელმა ლიდერებმა მხარი დაუჭერეს. პარალელურად ბრიუსელი ვაშინგტონთან მოლაპარაკების აუცილებლობას ხედავს. 20%-იანი ტარიფი, რომელიც ტრამპმა ევროკავშირის ქვეყნებს დაუწეს ევროპის ქვეყნების მხრიდან უსამართლო გადაწყვეტილება და გლობალური ეკონომიკისთვის ზიანის მომტან სავაჭრო ომად ფასდება. კიდევ უფრო მძაფრი აღმოჩნდა ოფიციალური პეკინის რეაქცია. საპასუხო ზომების გამო ყველაზე მაღალი ტარიფი ამერიკამ სწორედ ჩინურ პროდუქციაზე ამოქმედა. ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩაგვრაში ადანაშაულებს და მოლაპარაკებისთვის პირობებს უყენებს. გადაწყვეტილებას, რომლითაც ტრამპი სავაჭრო დეფიციტის შემცირებას და ამერიკის საწარმოო შესაძლებლობების გაზრდას ცდილობს, უკვე მოჰყვა ნეგატიური ეფექტები. სავაჭრო ომი მწვავდება. დღეიდან ძალაში შევიდა ამერიკული ტარიფები, რომელიც დონალდ ტრამპმა 180-მდე ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულს დაუწესა. ტარიფების დიაპაზონი 10-დან 104%-მდე მერყეობს. როგორც დონალდ ტრამპმა არაერთხელ განმარტა, თითოეულ ამ ქვეყანასთან ამერიკას სავაჭრო დეფიციტი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკა ამ ქვეყნებში ნაკლები ღირებულების პროდუქციას ყიდის, ვიდრე ყიდულობს და ეს ვაშინგტონისთვის დისბალანსს ქმნის. როგორც გუშინ რესპუბლიკური პარტიის ვახშამზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, ახლა ამ ქვეყნებს ერთი სული აქვთ სავაჭრო შეთანხმებები გააფორმონ და ამის შესახებ მან თანაპარტიელებს არც მეტი, არც ნაკლები ამ ფორმით ამცნო. ეს ქვეყნები მირეკავენ და უკანალს მიკოცნიან. ერთი სული აქვთ შეთანხმება გააფორმონ. გთხოვთ სერ, შეთანხმება დავდოთ, ყველაფერს გავაკეთებთო. ყველაზე მაღალი 104%-იანი ტარიფი ჩინეთისთვისაა განკუთვნილი და ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდის პაექრობის შედეგს ასახავს. ჩინურ პროდუქციაზე ბეგარა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს შემოიღო. თეთრი სახლის ადმინისტრაციაში მეორე ვადით დაბრუნებისთანავე კი ჯერ 10%-იანი ტარიფები დაუწესა. ჩინეთიდან საპასუხო ნაბიჯების შემდეგ კი 34%-ით, მოგვიანებით კი კიდევ 50%-ით გაზარდა, რის შედეგადაც ჩინურ პროდუქციაზე დაწესებული ტარიფების ოდენობამ 104% შეადგინა და ის დღეიდან ამოქმედდა. ახლა ჩინეთი 104%-იან ტარიფს იხდის. დაფიქრდით, 104%. სასაცილოა, მაგრამ მათ მრავალი პროდუქტისთვის დაგვაკისრეს 100, 125%. ვიდრე ისინი შეთანხმებას არ გააფორმებენ, ჩვენთან ასე იქნება. ვფიქრობ, ისინი გარკვეულ ეტაპზე შეთანხმებას გააფორმებენ. მათ სურთ შეთანხმება, უბრალოდ არ იციან, როგორ გააკეთონ ეს. ამაყი ხალხია. თავის მხრივ საპასუხო რეაქციები იყო პეკინიდანაც. ტრამპის 10%-იან ტარიფებს 15-15%-იანი საბაჟო გადასახადით უპასუხეს, 34%-იანს 34-ით, რომელიც სხვათა შორის ხვალ 10 აპრილიდან უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა 104%-მდე გაზრდილმა ამერიკულმა ტარიფმა მათი პოზიციაც შეცვალა და ჩინეთმაც საერთო ჯამში ამერიკულ პროდუქციაზე ტარიფის მოცულობა 84%-მდე გაზარდა. პარალელურად კი ამერიკის მჩაგვრელ პრაქტიკას აკრიტიკებს. შეერთებული შტატები განაგრძობს გადაჭარბებული ტარიფების დაწესებას და გამუდმებით ახორციელებს მაქსიმალურ ზეწოლას ჩინეთზე. ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება და აბსოლუტურად უარყოფს დომინირების და ჩაგვრის ასეთ აქციელს. თუ შეერთებულ შტატებს ნამდვილად სურს ამ საკითხის გადაჭრა დიალოგის და მოლაპარაკების გზით, მან უნდა წარმოაჩინოს თანასწორობის და პატივისცემის დამოკიდებულება. თუ კი შეერთებული შტატები უგულებელყოფს ორივე ქვეყნისა და საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებს, დაჟინებით გააჩაღებს სატარიფო და სავაჭრო ომს, ჩინეთი ბოლომდე იბრძოლებს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 15 აპრილიდან 22 მილიარდი ევროს ღირებულების ამერიკულ პროდუქციაზე საპასუხო ტარიფებს აამოქმედებს ევროკავშირიც. პროდუქციის ჩამონათვალშია ალუმინი და ფოლადი, თამბაქო, ნუში, ფორთოხლის წვენი, სოიოს მარცვალი, ფრინველის ხორცი და იახტები. თუმცა საფრანგეთისა და ირლანდიის დაჟინებული პოზიციის შემდეგ ამ სიაში აღარ მოხვდა ამერიკული ბურბონი, რომელზეც საბაჟო გადასახადის დაწესების შემთხვევაში დონალდ ტრამპი ევროპას ფრანგულ კონიაქსა და ირლანდიურ ვისკიზე 200%-იანი ტარიფებით ემუქრებოდა. ტარიფების პირველი პაკეტი მარტში ტრამპის მიერ ევროკავშირიდან იმპორტირებულ ალუმინსა და ფოლადზე 25%-იანი ტარიფის დაწესების გადაწყვეტილებას უკავშირდება. რაც შეეხება მოგვიანებით დაწესებულ 25%-იან და 20%-იან ტარიფებს ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებსა და სხვა პროდუქციაზე, ამის საპასუხოდ ევროკავშირი ტარიფების მეორე პაკეტის დეტალებს მომდევნო კვირას გაასაჯაროებს. მანამდე ტრამპმა უარით უპასუხა ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის წინადადებას ნულოვან სატარიფო შეთანხმებაზე.
ევროკავშირი ამერიკულ ტარიფებს უსამართლოდ და დამაზიანებლად მიიჩნევს როგორც ორივე ქვეყნის, ისე გლობალური ეკონომიკისთვის. ტარიფები 15 აპრილიდან ამოქმედდება და ნებისმიერ დროს შესაძლებელია შეჩერდეს, თუ კი შეერთებული შტატები დათანხმდება სამართლიან და დაბალანსებულ შეთანხმებულ შედეგს. ამერიკული ტარიფების ამოქმედება უკვე აისახა საფონდო ინდექსების ვარდნაზე ევროპასა და აზიაში. 2021 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა ბრენტის ნედლი ნავთობის ფასი. 1 ბარელის ღირებულება $60 ჩამოწდა. ეცემა ფარმაცევტული გიგანტების აქციების ფასებიც. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ფარმაცევტული კომპანიების მიმართ დამატებითი მსხვილი ტარიფების დაწესება დააანონსა. როგორც თავად ტრამპი ირწმუნება, ქვეყანა ტარიფებიდან სარგებელს უკვე ნახულობს და ყოველდღიურად $2 მილიარდი შედის.